ამიტომ ვიმეორებ რეჟიმი კიდევ შემოგთავაზებს ბევრს უპრიზებს, რადგან გადარჩენაზე აქვს საქმე და ვერ ხვდება რომ მათი გადარჩენა შეუძლებელია. ვერ ხვდება რომ მათ არავინ არ ელაპარაკება. ვერ ხვდება რომ მათ გამოცხადებული აქვს ექსორია საკუთარ ხალხშიც და მსოფლიო თანამეგობრობაშიც. და დარჩათ ვინ? აი დღეს კობახიძემ ჯერ ბელორუსის ელჩი მიიღო, რომელმაც ლუკაშენკოს მისალოც ჩამოუტანა არჩევნებში გამარჯვების, ამ დროს თელმა ცივილიზებულმა სამყარომ უარი თქვა არჩევნების აღიარებაზე. მერე მიიღო ჩინეთის ელჩი, რომელიც ალბათ ასევე მიულოცავდა და ირანის ელჩი დარჩა ეხლა და ჩრდილო კორეასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არ აქვს ალბათ ჯერ იმედია დაამყარებენ და ეს მოხვდით აი რუსებმა გასვლასტვა izgoi, აი თავში ჩარტყმული და კუთხეში მიგდებული სახელმწიფო, აი ასეთებად ითვლებიან ირანი, ჩრდილო კორეა, თქვათ აი ეს რაღაცა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ეგეთი სუბიექტები, რომელსაც არავინ არაფერ დაართulis და ეხლაც შალმან შეიხში, ეგვიპტეში მართება მსოფლიო ლიდერების ქვეყნების სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც ესწრება პრეზიდენტი ტრამპი, ნეთანიაჰუ და ერდოღანი ერთად, ეხლა როგორი ამბავია, მართლაც ისტორიული დღეა იმ გაგებით, რომ ღაზის სექტორში დამთავრდა ომი, სისხლისღვრა, მძევლები დაბრუნდნენ, ის პალესტინელი პატიმრები, რომლებიც ბევრი ტერორისტია ვაღიაროთ გაანთავისუფლეს, ну მაინც როგორც გრომიკო სტალინის ცნობილი დიპლომატი ამბობდა, მართლაც ძალიან მაღალი დონე. ერთი დღე ომს ჯობია 100 წლიანი მშვიდობა და მოლაპარაკებები ეს ფაქტია და მართლაც ისტორიული დღეა და აი შარმელ-შეიხში იკრიბება მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა, მეგობრებო, იქ მიიწვიეს ალიევი და ფაშინიანი და საქართველოს ისევ არჩენს. იმართება ევროპული კონფერენციები, იწვევენ ალიევი ფაშინიანს, საქართველოს არჩენს. იმართება გარკვეული პროფილური, თქვათ, ნატოს თუ ეუთოს თუ ევროკავშირის, ევროსაბჭოს სხდომები, სესიები საქართველოს გარიცხულიან, დელეგაცია შეჩერებულ მოსილება, ან მათი დანახვა არ უნდათ. და დარბიან რომ კორიდორში ვიღაცას ჩამოართვან მომძიმე აფრიკიდან ხელი. აი ამ დღეში ვართ, აი ამ დონემდე მიიყვანეს ჩვენი ულამაზესი ქვეყანა.